2025 წელია 30 წლის უკან 1995 წლის დასაწყისში ქვემო ქართლში ჩატარდა ღონისძიებები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს რეგიონალურ სტაბილურობას, შეუქცევად სტაბილურობას. ჩვენ ასოციაციას, უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციას დაგეგმილი გვაქვს კონფერენცია დისკუსია დასახელებით გლობალური გეოპოლიტიკური პროექტები და გადაწყვეტილებები სამხრეთ კავკასიის პრიზმაში. 1995-2025 წლები 30 წელი რეტროსპექცია. იმისათვის, რომ იმ პერიოდში ქვემო ქართლში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობა შევაფასოთ, საჭიროა მოვლენების უფრო კომპლექსური ანალიზი. ამ 30 წლის რეტროსპექცია მოვლენების განხილვა უკუდინამიკაში დღევანდელობიდან წარსულისაკენ. ზოგადად სამხრეთ კავკასია ურთულესი რეგიონია ისტორიულად. სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ სტრუქტურას განსაზღვრავს შიდა, გარე და ტრანსნაციონალური ფაქტორების კომპლექსი, სადაც დომინანტია სტრატეგიული მდებარეობა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. შიდა კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების ფონზე. იმ პერიოდში ქვემო ქართლში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება იყო. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდისათვის ქვემო ქართლში სახეზე გვაქვს ურთულესი გეოპოლიტიკური თამაშები, თანაც რამდენიმე დაფაზე. ქვემო ქართლი სამხრეთ კავკასიის ცენტრშია. საქართველო ამ რეგიონით ესაზღვრება ეზოპელ სახელმწიფოებს. ზოგადად გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური დომინირება მიიღწევა უმთავრესი სატრანზიტო ერეფებზე კონტროლით. იმ პერიოდისათვის სახეზე იყო საზღვაო დერეფნებიდან აქცენტირება სახმელეთო დერეფნებზე ევრაზიის კონტინენტზე. სამხრეთ კავკასია კი ამ დერეფნების ერთ-ერთი უმთავრესი კვანძი აღმოჩნდა. შესაბამისად, ქვემო ქართლი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ზოგადად გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური დომინირება მიიღწევა უმთავრესი სატრანზიტო დერეფნების კონტროლით. იმ ეპოქისათვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სახეზე იყო საზღვაო დერეფნებიდან აქცენტირება სახმელეთო დერეფნებზე. სამხრეთ კავკასია ამ დერეფნების უმთავრეს საკვანძო ადგილად იქცა, შესაბამისად ქვემო ქართლიც ამ დერეფნების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო. ზოგადად თუ შევხედავთ, სამხრეთ კავკასიაში კონკურირებდა რამდენიმე გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური პროექტი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი და რაც ყველაზე მთავარია, ამ გეოეკონომიკური პროექტების უმთავრესი მახასიათებელი, რამაც განსაკუთრებული გამოწვევა გამოიწვია, იყო ის, რომ სახმელეთო და სარკინისო მაგისტრალებთან ერთად აქცენტირება კეთდებოდა გეოეკონომიკურ პროექტებზე, მისადენებზე. ჩვენ შევძელით სიტუაციის განმოხტვა, შეუქცევადი სტაბილურობის მიღწევა. ეს ის მიწა, ეს ის მთებია, ეს ის ხრამია და ეს ალგეთი, ნაკუწ-ნაკუწად დაჭერილ დაფლეთილ ჩემი მამულის ერთი ნაფლეთი, ეს ჩუმი კვნესა და ტკივილია ხავს მოდებული ძველი ქვევრების, ცრემლი ოდესღაც ამტევნებული, ამღერებული ვაზის მტევნების, ეს კი სევდა ორბელიანთა აუხტენელი ლოცვა ზმანების,
ხრუბ ღავილია ბარათიანთა აპეურშეცნი ზორბა ხარების ეს სიონია ეს წერაქვია ეს სადახურა და ეს იმილი ბევრჯერ უზომოდ ატირებული ქართველი კაცის გულის ტკივილი ან ეს სოფელი განასხვისია ეს თამარისია რა უცნაურად განისლებულა მზეო გაფანტე რაც კი ნისლია ეს სიყვარულის გახლავთ ფერია გულში გულია სხვა არაფერი აქ კოკროჭინა იმერეთია ქარჩი 40 წელსღამე ნათევი ეს ის ჭაღარ მარნეულია ეს ის ხრამია და ის ალგეთი ნაკუწნაკუწად დაჭერილი დაფლეთი ჩემი მამულის ერთი ნაფლეთი მრავალეროვანი რაიონის მარნეულის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას ეძღვნება. შემოქმედებითი ჯგუფის ხანგრძლივი მუშაობის პროცესში ბევრი რამ ხდებოდა იმ რეგიონის მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს თვალწინ, კრიმინოლოგიური სიტუაციის დარეგულირება, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების თანათანობითი გაუმჯობესება. ეს მნიშვნელოვანი პერიოდი გამგებლის ბესიკ ობოლაძის მმართველობას დაემთხვა, რასაც ბუნებრივია ვერც ჩვენ ავარეთ გვერდი. გადაცემის მიზანი კი იყო გვეჩვენებინა თუ სარწმუნოებისა და ეროვნების მიუხედავად როგორ ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდიგვერდ საქართველოს მოქალაქეები. არ გონია რომ ჩვენ ან ადრე მოვედით ან გვიან, ყოველ შემთხვევაში მე არავისთვის არ მიხვეწია გამგებლობა, მე ჩემი პროფესია გამოჩნდა და გამოჩნდია. მაგრამ თუ კი ვარ, გავაკეთებ ისე, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს უპირველესი ინტერესები. და ჯერჯერობით რაც დაიწყო იმ კაცმა, რაც გააკეთა, მისასალმებელია. ურთულეს და უძნელეს რაიონში მუშაობს. გამგებელი ობოლაძე. მე უზარმაზარი სიამოვნება მივიღე დღეს მისი გამოსვლიდან და აი ეს უშიშრობაშიც გავარჩიოთ უნდა. აი ეს ხალხი, ვინც სინდისი და ნამუსია სისტემის. გამოუცდელი კაცი მივიდა და მოკიდა საქმეს ხელი. და მე ვიცი რომ მარნეულის მოსახლეობა ქართველების, აზერბაიჯანელების, სხვების მადლებელი არიან და მიესალმებიან მის მუშაობას. ასია ესა. არა მოუდგეთ ხარში? დღეს მართლაც საზეიმო დღეა. ჩვენ ჩამოგვიდნენ ძვირფასი აზერბაიჯანელი პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები. На эту прекрасную землю. Здесь встретились с барчалинцами, очень теплый был вечер. Ставить аксакалов Марнеульского района, членов общества Грузия-Азербайджан. Коренной житель и уроженец Георарх. პირველ რიგში მივესალმები აქსაკალებს, რომლებსაც ახლა მე შევხვდი. Am
ფონის შექმნა, რამაც ბევრ სტრუქტურას შესაძლებლობა მისაუბრა მის განსაზღვრად გამოვიდა თავისუფლება. psixologik bir momenti de var çünkü bizde კონფლიქტური პრობლემების პირობების შესაბამისი პერსონალიანი კოლექტივის ჩამოყალიბება შექმნის დიპლომატიიდან. Я хочу сразу сказать о том, что свое выступление глава, руководитель района Дешик Бабуладзе правильно, с правильной фразой начинал свое выступление, что главный вопрос все же, это было во все времена, главный вопрос доверия. Доверия между руководством, и я имею в виду высшие эшелоны, так сказать, и районные, и городские, и местные, и между народом. Вот я сегодня почувствовал, я счастлив в связи с этим, что заметил, что именно такие отношения строятся. У нас после этого стало очень хорошо. Значит, жизнь населения улучшилась, люди стали работать, люди стали верить в своего руководителя и работать на благо своей республики. Я сердечно еще раз приветствую вас всех. შენგან შეცდომადი ნახე მიყვარს ასე არ წაშალი ხუდა ხარ როგორც გეწერა Sunny